პირველი ნაწილი სტუმრები არიან ქეთი ცოტნიაშვილი, ნანა დიხამიჯია და იაგო კაჭკაჭიშვილი. მოგესალმებით საღამომშვიდობისა. მადლობა რომ ხართ ჩვენთან სტუდიაში სტუმრად. იაგო, პირველ რიგში რა თქმა უნდა თქვენგან დავიწყებ, მორიგი პოლიტიკური ნებათა ღელვა უკავშირდება სწორედ ეუთა ოდირის დასკვნას, რომელიც გარკვეული ინტერპრეტირება მოჰყვა, როგორც ჩანს და რასაც ვხედავთ მთელი დღის განმავლობაში, მათ შორის ოპოზიცია სხვაგვარად აღიქვამს, სხვა ხმები აქვს და სხვა დასკვნებს აკეთებს, სხვა დასკვნებს აკეთებენ ხელისუფლების წარმომადგენლები. საინტერესო არის გასცა თუ არა თქვენთვის პასუხი გარკვეულ საკითხებზე აი ამ დოკუმენტმა და თქვენ როგორ წაიკითხეთ? მოგესალმებით, მაკა, მივესალმები ტელემაყურებლებს. თქვენ მართალი ბრძანეთ შესავალ სიტყვაში, რომ ამ დასკვნას პრაქტიკულად მთელი საზოგადოება ელოდა, ქართული ოცნება, პოლიტიკური ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება, მთლიანად საზოგადოება. ამ დასკვნაზე ბევრი მოსაზრება გამოითქვა. ეს დასკვნა არსებობს, მათ შორის ამ დასკვნის ქართული თარგმანი არსებობს. ამ დასკვნას საკმაოდ ტექნიკური, საკმაოდ რთული და ტექნიკური ენა აქვს, მაგრამ მაინც შეიძლება იქ ჩვეულებრივ მბრჭყალებში ვამბობ, ანუ არა იურისტმა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები ამოიკითხოს და მე პირადად, ეს არ არის მხოლოდ ჩემი პირადი შთაბეჭდილება, მე დამრჩა მოსაზრება და აზრი, რომ ეს დასკვნა არის უმძიმესი არჩევნების სამართლიანობის შეფასების თვალსაზრისით, ჩატარებული არჩევნების სამართლიანობის შეფასების თვალსაზრისით და ის არის ნამდვილად არის დამატებითი არგუმენტი და ძალიან სოლიდური არგუმენტი იმათთვის, ვინც არჩევნების შედეგების არალეგიტიმურობაზე საუბრობს, არჩევნების შედეგების манипуляციაზე საუბრობს და ასე შემდეგ. ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე აქცენტი დავსვათ, რომელიც ამ დასკვნაში ემოცებული, მაგრამ მე მაინც ერთ რამეს გამოვყოფთი, რომელიც ჩემი აზრით, ჩემი ინტერპრეტაციით არის ფუნდამენტური. შავით თეთრზე წერია ამ დასკვნაში, რომ ადგილი ქონდა ხმის ფარულობის ხშირ დარღვევას. ეს ციტატაა, მე ვთქვათ, პირდაპირ მომაქვს ეს წინადადება ამ დასკვნიდან. ყურადღება მივაქციოთ, აქ არ წერია იშვიათი დარღვევა, ან ზოგჯერ დარღვევა, ან ცალკეული შემთხვევები, ან აქ წერია ხშირი დარღვევა, ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, ეს ხო რეგულარული დარღვევა. ამაზე უფრო მძიმე რა უნდა ეწეროს დასკვნაში, როდესაც შავით თეთრზე კიდევ ერთხელ ვამბობ, წერია რომ ადგილი ქონდა ხმის ფარულობის ხშირ დარღვევას, რაც სხვანაირად ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს არ ქონდათ შესაძლებლობა თავისუფლად გამოეხატათ თავისი აზრი. ანუ არჩევნები, რომელიც არის ადამიანთა თავისუფალი ნების გამოვლინების, ასე ვთქვათ, უპირველესი ასპარეზი, აი ამ თვალსაზრისით, ამ კუთხით ეუთა ოდერი ამბობს, რომ იყო ძალიან სერიოზული დარღვევები, ხშირი დარღვევები. ეს უკვე ეს ხარვეზი, ფუნდამენტური ხარვეზი არის სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა შევიტანოთ. გარდა ამისა, ამ დასკვნაში ასევე შავით თეთრზე არის ნათქვამი, რომ ადგილი ქონდა ამორჩევლებზე ზეწოლას, ზეწოლის სხვადასხვა ფორმაზეა იქ ყურადღება გამახვილებული, ასევე ადგილი ქონდა არჩევნებამდე მიღებულ არაადეკვატურ ნორმებს, ასე ვთქვათ, იმ დაჩქარებულად მიღებულ კანონმდებლობას, რომელმაც ხელი არ შეუწყო არჩევნების პროცესის სამართლიანად წარმართვას და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ხარვეზი, რასაც ეს დასკვნა ხაზს უსვამს, არის ის, რომ არჩევნების შემდეგ საჩივრების, ანუ საარჩევნო დავების სამართლიანი განხილვის შესაძლებლობა არ არსებობდა. ანუ არჩევნებამდე მიღებული იყო ისეთი კანონები, რომლებიც სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ჩრდილს აყენებდა, ხოლო არჩევნების შემდეგ, როდესაც უამრავმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ასობით საჩივარი წარადგინა, ამ საჩივრების ჯეროვანი განხილვა არ მოხდა. ანუ ამ საჩივრების პრაქტიკულად ფორსირებულ რეჟიმში უგულებელყოფა მოხდა შესაბამისი სტრუქტურების მიერ, მათ შორის სასამართლოს მიერ, რაც ძალიან სევდიანია. აი ეს არგუმენტები, ერთად დავასრულებ თუ შეიძლება, ეს არგუმენტები უკვე არის აბსოლუტურად საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ ეჭვი შევიტანოთ არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობაში. დიახ. კი ბატონო.
თუმცა ამავე დასკვნის მიხედვით იგივე თავისუფალი და კონკურენტული გარემოც იყო ნახსენები და ეუთოդირი მზადყოფნას გამოთქვამს ამავდროულად, რომ დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას არჩევნების შემდგომი პრობლემების გადაჭრაში, იმუშაონ მომავალი არჩევნების გასაუმჯობესებლად, მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობის გადახედვით. ნიშნავს თუ არა ეს ნაწილი მაგალითად იმას, რომ სადამკვირვებლო მისია არჩეულ ხელისუფლებას აღიარებს როგორც მხარეს თანამშრომლობისთვის და რეკომენდაციების შესრულების ნაწილშიც მათ შორის გეგმავს მათთან თანამშრომლობა. მადლობა, მაკარო, შემახსენეთ ეს ნაწილი კი რასაკვირველია ამ ასე ვთქვათ პოზიტიურ მომენტებზეც არის გამახვილებული ყურადღება. ეს პოზიტიური მომენტი პრინციპში ორ რამეზე დადის. პირველი ეს გულისხმობს იმას, რომ არჩევნების მენეჯმენტი იყო, ასე ვთქვათ, გამართული და მეორე ის, რომ არჩევნები იყო კონკურენტული. მართლაც, რასაკვირველია, აქ არიღებდა ერთი პარტია მონაწილეობას, არა, აქ 18 პარტია, მე მგონი 18 პოლიტიკური ძალა იღებდა მონაწილეობას და ამიტომ კონკურენტული გარემო ცხადია არსებობდა. ჩემს სამწუხაროდ კონკურენტული გარემო აბსოლუტურად არ არსებობდა საპრეზიდენტო არჩევნებს, რაც ერთი კანდიდატი იყო წარმოადგენელი. არაკონკურენტულ გარემოზე თუ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, სწორედ საპრეზიდენტო არჩევნებზე შეგვიძლია გავამახვილოთ ყურადღება. კი, ამ ნიშნით ეს ნამდვილად იყო კონკურენტული, ასევე არჩევნები, აბსოლუტური უმრავლესობის შემთხვევაში საარჩევნო უბნები დროულად გაიხსნა, იყო 5 წუთი დაგვიანება, მაგრამ როგორც ჩანს ეს ხედელობაში არ მიიღება, ასევე ბიულეტენები არ დაკლებია. საარჩევნო პროცესს საკმარისი რაოდენობით ფაქტობრივად შენიშვნები არის. ადმინისტრების ნაწილში შესაბამები შენიშვნები, არსებითი შენიშვნები, ყოველ შემთხვევაში ისეთი შენიშვნები, რომელიც ამ ასე ვთქვათ არჩევნების ადმინისტრირებას ეჭვის ქვეშ დააყენებდა, ასეთი არ მოგვეჩვენა. კი ბატონო, თუმცა შეიძლება იქაც გარკვეულ ხარვეზებზია ყურადღება გამახვილებთ. რაც შეეხება თქვენ შემდეგ შენიშვნას, რომ ეუთოოდირმა გამოთქვა მზადყოფნა ხელისუფლებასთან თანამშრომლობის. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ აქ როგორც ჩანს ესე იგი, არ ვიცი ვინ თარგმნა ეს დოკუმენტი ქართულად, ყოველ შემთხვევაში იმ ვარიანტში, რომელსაც ახლა თქვენ წარმოადგენთ, ან რომელიც იყო თქვენ 6 საათიან გამოშვებაში, ასევე უყური ამ გამოშვებას, აქ არ წერია ხელისუფლება, აქ წერია stakeholders. Stakeholders ინგლისური სიტყვაა და ნიშნავს დაინტერესებული მხარეები. ეუთოოდირს არ უწერია, რომ ხელისუფლებასთან თანამშრომლებს რეკომენდაციების გამოსწორების თვალსაზრისით. მას უწერია დაინტერესებულ მხარეებთან და დაინტერესებული მხარეები ცხადია საქართველოს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას ჰყავს და საბედნიეროდ რომ ჰყავს. იაგო, როდესაც საუბარი არის დასკვნებზე და შენიშვნებზე და ხარვეზებზე, აუცილებლად რომ იყოს თქვათ თქვენი ოპონენტი სტუდიაში მოიშველებდა ასეთ შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნების დასკვნას. წინასწარს და იგივე მოლდოვაში, სადაც ასევე წერია, რომ საარჩევნო კამპანიისას აღინიშნა დეზინფორმაციის ძალადობის შემთხვევები, ჟურნალისტების დაშინების და შევიწროების მზარდი შემთხვევები, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა ასევე აღნიშნეს ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში, რომ ზოგიერთ იურისდიქციაში საარჩევნო ადმინისტრატორებს ხშირად არ ჰქონდათ სათანადო უნარები და ინსტრუმენტები, რომლებიც საჭიროა დინამიური ჰიბრიდული საფრთხეების შესამცირებლად. მოლდოვას რაც შეეხება, მოქმედი პრეზიდენტი სარგებლობდა ადმინისტრაციული რესურსების ბროტად გამოყენებით, თუმცა მნიშვნელოვნად ნაკლებად ვიდრე პირველ ტურში, ისევე როგორც მედიის მხრიდან დაუბალანსებელი გაშუქებით დასკვნის თანახმად ეს არ იძლევა თანაბარ შესაძლებლობებს ორივე კანდიდატისთვის უცხოური ჩარევითა და ხმების მოსყიდვის სქემით წარმქმნილი გამოწვევები კვლავ არსებობდა მეორე ტურშიც. და დაკვირვების ქვეშ მყოფი საარჩევნო უბნებზე ასევე ადგილი ჰქონდა ამომრჩეველთა თვალთვალის მოლდოვის დასკვნა უნდა წავიკითხოთ, იქნებ მაშინ ახლა წავიკითხოთ მაშინ ეუთოს დასკვნა. შევადაროთ ერთმანეთს, ამაზე თუ უნდა დავხარჯოთ ეს 10 წუთი,იანად წავიკითხოთ, მაშინ წავიკითხოთ ხალხს ზუსტად. მაგრამ ახალი არჩევნები, როგორც ესეთი, გნებავთ ნანა თქვენ გააგრძელეთ, როგორც ესეთი არჩევნები. მე უპასუხებ თუ შეიძლება, მე უპასუხებ და შემდეგ სიამოვნებით მიცემ სიტყვას ქალბატონ ნანას დაამატოს ან განავრცოს. რას თქვენ წაიკითხეთ ახლა თავის შინაარსით? არის გაცლებით ესე იგი მსუბუქი ვიდრე ის რაც წერია ეუთოს დასკვნაში. ანუ სიმძიმის ხარისხი უნდა შევადაროთ. არც ერთი არჩევნები არ ტარდება იდეალურად. საქართველოს ჩატარებულ ყველა არჩევნებს, ისე როგორც სოფლიოში ჩატარებულ ყველა არჩევნებს, ეუთო ოდირი უძებნის გარკვეულ ხარვეზებს. ოღონდ აქ ლაპარაკია
ხარვეზების სიმძიმეზე, აქ ლაპარაკია ხარვეზების რაოდენობაზე და ხარვეზების ხარისხზე უხარვეზო არჩევნები ეს ცოცხალი პროცესია. ეს ცოცხალი პროცესია, რომელშიც არის უამრავი აქტორი ჩართული, ხო? ჯერთი მილიონობით ადამიანი სხვადასხვა ქვეყანაში საარჩევნო ადმინისტრაცია, პოლიტიკური პარტიები, როგორც ოპოზიციური, ასევე სახელმწიფო შეუძლებელი აქ ხო რობოტები არ იღებენ მონაწილეობას, აქ იღებენ მონაწილეობას ცოცხალი ადამიანები, ემოციებით, განცდებით, მოსაზრებებით და ასე შემდეგ. ამიტომ უხარვეზო არჩევნები არ არსებობს. თქვენ მაკა ესე იგი გასაგებია რომ მოიტანეთ, მაგრამ ყოველად მოიტანეთ ეს დასკვნა, იმიტომ რომ უხარვეზო ამაზე ხო თან ხვდებით, რომ უხარვეზო არჩევნები არ არსებობს. ხარისხი ხარვეზების. არა, იცით რა, რას თქვენ ახლა წაიკითხეთ, ეს არ ჩანდა უფრო მძიმე, ნამდვილად აშკარად არ ჩანდა უფრო მძიმე, ვიდრე უთო ოდირისის დასკვნა, რომელიც ჩვენ მივიღეთ. მაგრამ მოდით ამას თავი გავანებოთ ერთ წუთას და მე მაინც მინდა მივაქციო ყურადღება, უკაცრავად 2 წუთს დავიკავებ კიდევ, იმიტომ რომ ესეც ამარჩევნების კონტექსტს ეხება. მე წამოსვლის წინ ზუსტად, როდესაც თქვენ ეთერში მოვდიოდი, ვნახე დასპონსორებული თუ არ ვიცი რა ქვია, ესე იგი დასპონსორებული პოსტი შალვა პაპუაშვილის, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ჩემთვის სრულიად სამწუხაროდ, იმიტომ რომ აქ საკმაოდ მაღალი რანგის ფიგურაზეა ხო ლაპარაკი. მოდი ასე ვთქვათ, ჯერჯერობით დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე, იმიტომ რომ ამარჩევნების შედეგები არ უღიარებია არც ერთ, ასე ვთქვათ, დემოკრატიის მაღალი დონის მქონე ქვეყანას, არა? 5 პუნქტს გამოყოფს, ეხა 5-ვე პუნქტზე ცხადი არ გავამახვილებ ყურადღებას, მაგრამ თითქოს მომაკვდინებელი არგუმენტს გამოყოფს, ეხა 5-ვე პუნქტზე ცხადი არ გავამახვილებ ყურადღებას, მაგრამ თითქოს მომაკვდინებელი არგუმენტები მოყავს ბატონ შალვას იმისთვის, რომ ეუთო ოდირის მიერ არჩევნების შედეგების ცნობის ფაქტი გაამართლოს. არა და ეს ასე არ არის, მაგალითად ძალიან მარტივ და ჩემდა სამწუხარო დემაგოგიურ მინიშნებას გაუსვამ ხაზს, რაც შალვა პაპუაშვილის წერილში წერია, ის წერს, რომ გაცამტვერდა ერთი პირადობით 17 ჯერ მიცემული ხმის მითი. თქვა ზუსტი ციტატ შეიძლება არ არის, მაგრამ ერთი პირადობით 17 ჯერ ხმის მიცემა ნამდვილად წერია. ვინ თქვა, რომ ერთი პირადობით 17 ჯერ აძლევდნენ ხმას? აქ პირიქით ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ერთი ადამიანი 17 პირადობით აძლევდა ხმას და არა ის, რომ ერთი პირადობით 17 ჯერ ხდებოდა ხმის მიცემა. ხო, სიტყვების თამაშია თითქოს, რომელსაც დაუკვირვებელი უბრალოდ მკითხველი ვერ მიხვდება, მაგრამ ჩვენ ხო ხვდებით, რომ ამ ორ რაღაცას შორის, ამ ორ წინადადებას შორის პრინციპული განსხვავება არ მეთანხმებით, მაკა ესე იგი, სად ერთი ადამიანი რო 17 ჯერ აძლევს ხმას და სად ის, რომ ერთი პირადობით ხდება, ერთი ადამიანი 17 პირადობით აძლევს ხმას და სად ის, რომ ერთი პირადობით ხდება 17 ჯერ ხმის მიცემა. აქ იყო ლაპარაკი სწორედ იმაზე, არჩევნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარღვევა იყო ის, რომ ადამიანები შეიარაღებულნი იყვნენ, ერთი და იგივე ადამიანები შეიარაღებული იყვნენ სხვადასხვა პირადობებით და მათ ჰქონდათ შესაძლებლობა სხვადასხვა პირადობით ხმის მიცემის. შემდეგ ერთსაც ვიტყვი და შემდეგ მოკლედ ვიტყვი, ესე ჯერთი ამ თითქოს ვთქვათ მომაკვდინებელ არგუმენტებში შალვა პაპუაშვილი ლაპარაკობს იმაზე, რაც არ წერია დასკვნაში. კაცო, იმაზე ელაპარაკე, რაც წერია დასკვნაში. ხო, იმას გააკეთე აქცენტი იმ ძალიან მძიმე ბრალდებებზე, რასაც ეუთო ოდირი უყენებს. რაც არ წერია და შენ გინდა რომ ეწეროს, ეს რა არგუმენტია დავისთვის? ეს არანაირი არგუმენტი არ არის დავისთვის. აი ის ლაპარაკობს, რომ მაგალითად არაფერი არ წერია 300,000 ხმაზე და ის ამბობს, რომ არც ვთქვათ პირდაპირ მინიშნება ამაზე და არც ირიბი მინიშნება არ არის ამაზე. აი კი ნამდვილად ცდება და ეს დემაგოგიის ნაწილია. კი, და ეხლა გეტყვით, აი რა ირიბი მინიშნება? შედეგები იქ და დიახ, და ეხლა გეტყვით რა ირიბი მინიშნება ამ თუნდაც 200,000 თუ 300,000 ხმაზე. ჯერთი ამ დასკვნაში წერია, რომ არ მიეცათ წერია ეს ამ დასკვნაში და ეს სხვაჩობს გამიკვირდა მე, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი მოთხოვნა ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის და მათ შორის გახარიას პარტიამ დააყენა ეს პირველ რიგში, რომ ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა გადაამოწმონ საკუთარი მონაწილეობა არჩევნებში. როდის და სად მისცეს
ხმა არჩევნებში. ეს წერია ამ დასკვნაში. არ ვიცი თქვენ მიაქციეთ თუ აყურადღება, მიაქციეთ, მაგრამ ამას ყურადღება. ყველაფერს მივაქციებ. აი ეს წერია ამ დასკვნაში, რომ ადამიანებს არ მიეცათ ამის შესაძლებლობა, რომ გადაამოწმოს საკუთარი თავი, ეს არის ნამდვილად ირიბი მინიშნება იმაზე, რომ ასე ვთქვათ, ბევრი ხმა არის გაყალბებული და მეორე ასევე ამ დასკვნაში წერია ის, რომ რაც უკვე ვახსენე პრინციპში და ამას დიდ დროს არ დავხარჯავ, საარჩევნო დავების სამართლიანი გზით განხილვის შესაძლებლობა არ არსებობდა. ანუ ეს ბრალდება, რომ ადამიანები, ერთი და იგივე ადამიანები სხვადასხვა პირადობებით აძლევდნენ ხმას, იყო საჩივრების ნაწილი, მაგრამ სასამართლომ ამას ყურადღება არ მიაქცია და ამ საჩივრების სამართლიანი განხილვა არ მოხდა. ასე ირიბი მინიშნება არსებობს ამ დასკვნაში ყველა იმ არგუმენტის, რომელსაც ოპოზიციური საზოგადოება უყენებს არჩევნებს. როდესაც საუბარი არის მტკიცებულებებზე, კიდევ ერთხელ განმეორდები, შეუძლიათ ნებისმიერ ადამიანს მოგვიტანოს მტკიცებულებები, თქვენს თუ გაქვთ გადმოვცეთ მტკიცებულებები და ჩვენ მას პირდაპირ ეთერში ვაჩვენებთ. მაკა კიდე ერთი, ეს რო არ თქვა არ შეიძლება. ეს რო არ როგორ უნდა მოვიტანოთ აქ მტკიცებულებები? 1200 საჩივარი არის შეტანილი, ყველა თავისი მტკიცებულებებით გადაგზავნილია. რა თქმა უკაცრიელებების გადმოცემის ნაწილში? ანუ როგორ წარმოგიდგენთ აი აქ მტკიცებულებების მოტანილი. რა თქმა უნდა აქვს და რა თქმა უნდა ბევრი ვიდეო არსებობს და რა თქმა უნდა შეგროვილია ეს. გუშინ ხო, მაკა გუშინ ხო იყო თქვენთან ქაოტო ნინოდოლიძე, რომელიც არის ისფედის დირექტორი. მას ხო ქონდა მოტანილი ეს. ზუსტად ამ ეთერში ხო ქონდა მოტანილი. თქვენ ალბათ წარმოგიდგენთ თუ დამიწყეთ არ გინახავთ გუშინდელი. კი, ვუყურებ. წარმოგიდგენთ ყველაფერს რომ შემოგთავაზოთ იმ ორგანიზაციამ, რომელიც აგროვებს. იქვე წარმოადგენა ნანა. არ ვაგროვებ მტკიცებულებას. თქვენც თუ გაქვთ, არა, ამ შემთხვევაში არასამთავრობოებს და ოპოზიციურ პარტიებს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა მოგვართოთ, უნდა მივხვდეთ იმას. კი ბატონო, მათ მიმართ. ასევე ნანა, არ ვიცი მიაქციეთ თუ არა ყურადღება 6%-ში დადასტურდა ხმის გაჟონვა. და 4-ში არის ჯამურად. 24-ში არის ჯამურად, კი ბატონო. ეხლა ნახეთ, ბიულეტენები ხო ერთი და იგივე ხარისხის იყო. შეუძლებელია რომ ის 24%-ში და იგი რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, 24%-ში როგორ შეიძლებოდა გაეჟონა ბიულეტენს, რომელიც ჩათვალა სხვა შორის ხმის ფარგლობის დარღვევა თეუთოოდირმა და არ გაეჟონა დანარჩენსი. ხარისხი ბიულეტენის ხო ერთ და იგივე იყო. და მარკერებიც ერთ და იგივე იყო. ნანა, ეუთოოდირის საბოლოო ანგარიშის მიხედვით პრეზიდენტი აქტიურ მონაწილეობას იღებდა კამპანიაში, საჯაროდ მართავდა კონსულტაციებს ოპოზიციასთან, წინასაარჩევნო კოალიციებისა და მთავრობის შემადგენლობის შესახებ, რითაც პოტენციურად მოქმედებდა სახელმწიფო ინსტიტუტების შორის ნეიტრალური არბიტრის მანდატის ფარგლებს გარეთ. ეს ჩანაწერი ადასტურებს თუ არა თქვენთვის, რომ სალომე ზურაბიშვილი გასცდა ამ შემთხვევაში კონსტიტუციურ ნორმებს. არა, რა თქმა უნდა, არ ადასტურებს. ეს არის რომ როგორც წერია ზუსტად ისე არის რომ ის გასცდა, იმიტომ რომ აი ასეთი პოლარიზებული გარემო იყო და სხვა გზა არ იყო, ის გასცდა, მაგრამ იმავე დროს, ანუ თუ ახსენებთ სალომე ზურაბიშვილს, აუცილებლად ახსენოთ უამრავი აი ფუტნოუტებს რო ჩახედოთ, პირდაპირ არის მითითებული, სად რა გამოიყენა, პირდაპირ ფაქტებით არის მითითებული, სად რა გამოიყენა ხელისუფლებამ იმ დროს ლეგიტიმურმა, უკვე არალეგიტიმურმა, როგორ გამოიყენა მთელი თავისი ზეწოლის მექანიზმები, მათ შორის სოციალურად დაუცველებზე და ეკონომიკურად მოწყვლად ჯგუფებზე, როგორ გამოიყენა დაფინანსები, როგორი არა ის იყო, არათანაბარი იყო დაფინანსების მექანიზმები, როგორი არათანაბარი იყო მედიის გამოყენება. ამისი, ოღონდ ეს ნახსენები, აი თქვენ ხო ახსენებთ ახლა რაღაცას, ეს არის მე მგონი ერთ ადგილას სულ ნახსენები. ხელისუფლების მიერ თავისი მანდატის გადაჭარბება, თან ძალიან მძიმედ გადაჭარბება, არის ნახსენები, მე მგონი დაახლოებით 15-ჯერ თუ 20-ჯერ ამის ანალიზი მარტივად შეგიძლიათ, მაგალითად ChatGPT-ს უთხრათ, რომ გაგიკეთოთ ამისი ანალიზი. ანუ ამას თუ შევადარებთ, რა თქმა უნდა შევადაროთ სიმძიმე ერთმანეთის, ახლა ჩვენ ორივე განათლების ექსპერტები ვართ და დაახლოებით აი ესეთ შეფასებებს წერთ ხოლმე პროგრამებზე, უნივერსიტეტებში, რომ ამაზე სასაუბროთ. ზუსტად აი ამას უნდა შეხედოთ, ანუ უნდა შეხედოთ იმას, თუ რაღაცა როგორ არის მაგალითად ისე ნახსენები, რომ ეს შეიძლება რჩევაში გავიდეს და რა არის იმდენად მძიმედ და იმდენჯერ ნახსენები, რომ ეს უნდა გავიდეს რეკომენდაციებში. ის რომ უნივერსიტეტები და სტუდენტები ზოგადად მონაწილეობენ პოლიტიკურ პროცესებში, ეს არ ახალი არის და ბუნებრივია რომ ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ გარკვეულ უნივერსიტეტებში მაგალითად შეჩერებულია სწავლის პროცესი, საინტერესოა პოლიტიკა და უნივერსიტეტები ერთ კონტექსტში რომ განვიხილოთ ამ შემთხვევაში არიან განათლების პოლიტიზება, რამდენად ხდება, რამდენად მისაღებია, რამდენად ზარალდება განათლება პოლიტიკით.
რა ფორმით, რა დოზით არის დასაშვები, რა ფორმით და დოზით არ არის დასაშვები და თქვენთვის რა ფორმებით არის მისაღები. დრო რო დავსვათ გასაგებია. უბრალოდ ერთი რაღაცა რახან გადავდივართ განათლებაზე, მინდა აუცილებლად დავამატო აი ამ არჩევნების თემას. პაპუაშვილი, მე მგონი პაპუაშვილი ახსენებდა თუ არ ვცდები ასევე ემიგრანტებს, რო არ არის ნახსენებიო, ემიგრანტები არ არის ნახსენებიო. მეც თვითონ ამერიკაში ცხოვრობდა ესე ჩამოვდივარ ხოლმე აქ საგანმანათლებლო პროექტებისთვის და ძალიან კარგად ვიცი ამ ემიგრანტების პრობლემა. ჯერ ერთი ეუთო იქ არ აკვირდება და საერთოდ არ არის ეს ეუთოს მანდატი რომ უცხოეთში უბნების შესახებ, მაგრამ აქ იყო ძალიან მნიშვნელოვანი დარღვევა და ესეც არის ცნობილი, იმიტომ რომ მარტივად შეგვიძლია შევადაროთ. მაგალითად, მოლდოვამ გახსნა დაახლოებით 230 თუ არ ვცდები უბანი უცხოეთში, საქართველოს გახსნა 60 და ჩემთან პირადად ჩემს ოჯახს მე აქ ვიყავი დამკვირვებლად ჩამოსული, ჩემს ოჯახში პირადად იყო ჩამოსული ადამიანი, რომელმაც დაახლოებით $1000 გადაიხადა და 2 დღე დახარჯა იმისთვის, რომ არჩევნებში ხმა მიეცა. და ეს რომ ჩვენ რიცხვებით ვილაპარაკოთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ ხოლმე, რომ მაღალი იყო ემიგრანტების აქტივობა და სინამდვილეში თუ შევადარებთ ჩვენ საქსტატის და სამოქალაქო რეესტრის, ანუ აი ამ CESCO-ს რიცხვებს თუ შევადარებთ, მინიმუმ 600,000 ამომრჩეველი არის უცხოეთში. აქედან მხოლოდ 95,000-მა მოახერხა დარეგისტრირება და ამ 95,000-დან მხოლოდ 35,000-მა მოახერხა ხმის მიცემა, იმიტომ რომ არ გაიხსნა უბნები იქ, სადაც უნდა გახსნილიყო, ადამიანებს უწევდათ ძალიან დიდი დროის და ფულის დახარჯვა იმისთვის, რომ ჩასულიყვნენ ხმის მისაცემად და მაგალითად ნიუ-იორკში, რიგში ცუდად ხდებოდა ხალხი, დაამთავრეს ღამის 3 საათზე ხმის მიცემა და ფაქტობრივად ვიღაცებმა ვერ მისცა, ანუ ჩამოვიდა ადამიანი, გამოყო ერთი დღე, იმისთვის ჩამოფრინდა სხვა შტატიდან, ფიქრობდა რომ 1 საათში მისცემს ხმას და წავა უკან და იქ მოუწია 10 საათიანი რიგი. და ეს ამაზე საჩივრები კიდევ იწერება და ივსება, ეს კიდე ცალკე მოხდება ეს ამბავი, იმიტომ რომ ეს იყო აბსოლუტურად წარმოუდგენლად, აი მთელი ამ ემიგრანტების, რომლებიც საქართველოში, რომლის ხარჯზე ცხოვრობს ნახევარი საქართველო, ფაქტობრივად ვერ მიიღეს მონაწილეობა, იმიტომ რომ 600,000 და 35,000 ეს არაფერი არ არის ერთად. ფაქტობრივად არ მისცა CESCO-მ საშუალება, რომ მათ მიეღოთ მონაწილეობა ამ ქვეყნის არჩევნებში. ეხლა შეგვიძლია გადავიდეთ განათლებაზე. განათლება თავისთავად არის პოლიტიკის ნაწილი. არ არსებობს განათლება პოლიტიკის გარეშე და პირიქით არ არსებობს პოლიტიკა განათლების გარეშე. არ ვიცი რას ნიშნავს საერთოდ განათლების პოლიტიზირება, შეიძლება ვილაპარაკოთ განათლების გაპარტიულებაზე და ეს ამას მუდმივად ვხედავთ, მაგალითად და ეს არ დაუწყია რა თქმა უნდა ამ ხელისუფლებას, ეს წინა ხელისუფლებამ სადღაც შუაში თავის მეორე იმაზე დაიწყო, უკვე როდესაც მეორეჯერ მოვიდა ხელისუფლებაში, დაიწყო სკოლების გამოყენება, ძალიან აქტიურად ბაღების გამოყენება, მასწავლებლების გამოყენება და ეს პირდაპირ შეგიძლიათ ნებისმიერ მასწავლებელთა ჯგუფში შეამჩნიოთ განხილვებზე, ამისი ფაქტებიც არსებობდა, როგორ ეგზავნებათ მასწავლებლებს. მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, ნანა, ეს მეორე კიდე შემდეგი ტემზე დავამთავრებ, ხო? კი, რა თქმა უნდა. ხო, შეკითხვა და მინდა რომ სრულად გაგცეთ. არ დავიმთავრები და მინდა რომ სრულად გაგცეთ პასუხი. რაც შეეხება უნივერსიტეტებს, აქაც ზუსტად იგივე რაღაც ხდება, ანუ პოლიტიზირებაც არ ვიცი ამას, ეს არის პირდაპირ სახელმწიფოს ზეწოლა. ჩვენ ეს არ არის რაც ახლა დაიწყო, მაგალითად და ილიაუნის შემთხვევა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემთხვევა, რომელსაც ძალიან უცნაურია და მონიტორინგით მისცეს ავტორიზაცია იმ დროს, როცა ბევრად უარეს უნივერსიტეტებს ზუსტად ერთი თვის განმავლობაში მისცეს სრული ავტორიზაცია, მაგრამ ეს კიდევ დაიწყო შავი ზღვის უნივერსიტეტის დროს, როდესაც შავი ზღვის უნივერსიტეტს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ერდოღანს ჰქონდა ასეთი მოთხოვნა, შეუჩერეს ერთი წლის სტუდენტების მიღება და ძალიან დააზარალა ამან შავი ზღვის უნივერსიტეტი. ანუ გაპარტიულება განათლების ნიშნავს, რომ სახელისუფლება, ასე ვთქვათ, შტო იყენებს აკრედიტაციის და ავტორიზაციის ინსტრუმენტებს და უკვე ამას დაემატა უცხოელი სტუდენტების მიღების ინსტრუმენტები იმისთვის, რომ უნივერსიტეტებზე მოახდინოს ზეწოლა და პირველ რიგში თუ ჩვენ ვლაპარაკობთ განათლების ზიანზე, პირველ რიგში აი ამისგან უნდა გავათავისუფლოთ განათლება. და ზუსტად ეს რეალურად იმას ებმება, რაზედაც ქეთიმ უნდა ისაუბროს, აი ამ ეკარის ნაწილზე, იმიტომ რომ სწორედ განათლების აი ასეთი ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან განათლებაზე ხორციელდება ხარისხის ცენტრის საშუალებით და სწორედ ეს არის პრობლემა, რაც ხარისხის ცენტრს დაუდგა. კი ბატონო, ქეთი, ეგ არის გადაწყვეტილება და ამასთან დაკავშირებით გითხავთ იმისთვის, რომ დრო დავზოგოთ. გახდა კიდევ ერთი დავის საგანი და რომლის გასაჩივრებასაც რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი განცხადებებიდან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უახლოეს პერიოდში გეგმავს. თქვენ გაქვთ გარკვეული შენიშვნები, გარკვეული რეკომენდაციები და ამავდროულად ხედავთ გარკვეულ რისკებს. აი ამასთან დაკავშირებით რომ გვესაუბროთ და უფრო სრულად რომ გითხრათ.
აუხსნათ მაყურებელს. მე ვეცდები რომ მაინც მოკლედ ვისაუბრო, იმიტომ რომ ძალიან ვრცელი თემაა. პირველ რიგში უნდა დავიწყოთ იქიდან, რომ ეგ არის რეესტრში რეგისტრაციის წევრობა ჩვენ მივიღეთ 2019 წელს, მას შემდეგ რაც დაახლოებით 2-3 წლის განმავლობაში ძალიან ინტენსიური მუშაობა და რეფორმა მიდიოდა ამ საკითხთან დაკავშირებით და უნდა აღინიშნოს, რომ ეგ არის წევრობა ნიშნავს იმას, რომ ქართული საგანმანათლებლო სივრცე აკმაყოფილებს ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებს და ეს არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ბოლონიის პროცესის ინსტრუმენტი და ამასთან ერთად ეს იყო ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი. და 2019 წელს ამ წევრობის მიღების შედეგად ძალიან მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოში მიღებული განათლების აღიარების პროცესი ძალიან მნიშვნელოვნად გამარტივდა და ასევე ძალიან მნიშვნელოვნად გაიზარდა თლიანად საგანმანათლებლო სივრცის რეპუტაცია. მაგრამ როდესაც აღიარებაზე ვსაუბრობ, ძალიან ბევრი ინტერპრეტაცია მოყვა ამ საკითხს და კიდევ ერთხელ უნდა განმარტო, იმიტომ რომ ეს არ ნიშნავს, რომ 2019 წლამდე არ აღიარდებოდა, ან ეხლა რადგან ჩვენ შეგვიჩერდა ეგ არის წევრობა, ეხლა აღარ აღიარდება, ეს ამას არ ნიშნავს, თუმცა ეს ნიშნავს, რომ ეგ არის წევრობა მნიშვნელოვნად ამარტივებს აღიარების პროცესს. იმიტომ რომ აღიარების პროცესში აუცილებლად მოწმდება სხვადასხვა ქვეყნების მიერ კონკრეტულ ქვეყანაში გაცემული დიპლომი ან კრედიტები როგორი სისტემით არის შეფასებული, ანუ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა როგორ მუშაობს. ეგ არის წევრობა სწორედ ამას ნიშნავდა, რომ ეს ქვეყნები, რომლებიც ასევე არიან ეგ არის წევრები, ამოწმებენ, არის თუ არა ესა თუ ის ქვეყანა მისი წევრი და უკვე ენდობიან, რომ ის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა, რომელთაც ის მუშაობს, შეესაბამება სტანდარტებს. 2019 წლამდე, როდესაც ხდებოდა აღიარება, სხვადასხვა ქვეყნები ძალიან მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნიდნენ ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კერძო უნივერსიტეტების შემთხვევაში და ეს ასევე უკავშირდებოდა საკმაოდ გრძელ პროცედურას, იმიტომ რომ სხვადასხვა ქვეყნის სააგენტოებს ჩვენი სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის უბრალოდ ითხოვდნენ სხვადასხვა დოკუმენტებს, მათ შორის პროგრამის აღწერას, სილაბუსს და ასე შემდეგ, რაც საბოლოოდ შესაძლებელია რომ დამდგარიყო მისი აღიარება, მაგრამ ასევე იყო შემთხვევები, როდესაც ეს განათლება არ აღიარდა. და ეგ არის წევრობის შემთხვევაში ეს ნიშნავდა თითქმის ავტომატურ აღიარებას. გაიოლებული. ძალიან მნიშვნელოვნად გამარტივდა ეს პროცესი. ავტომატური ნიუანსი ამ შემთხვევაში ხელმისაწვდომი ეს აღარ არის, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ გადავდივართ იმაზე უფრო უარეს მდგომარეობაში, ვიდრე ვიყავით 2019 წლამდე. ხო, იმიტომ რომ 2019 წლამდე ჩვენ არ გქონდა ეს წევრობა მიღებული, თუმცა ეხლა მიზეზი რომ გითხრათ რა იყო? კი, აი ამასაც დავასრულებ და მიზეზებზეც გადავალ. ეხლა უკვე, როდესაც სააგენტოები ხედავენ, რომ სტატუსი არის შეჩერებული, ეს ნიშნავს, რომ ხარისხის ცენტრმა დაარღვია მნიშვნელოვანი სტანდარტები და შესაბამისად ისინი ვეღარ ენდობიან აქაურ საგანმანათლებლო სისტემას, რაც ნიშნავს, რომ ეს სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს დააწვევათ იმ ტვირთად, რომ მათ უნდა წარადგინონ ძალიან ბევრი დოკუმენტი და ასევე სხვადასხვა სააგენტოები ითხოვენ დამატებით თანხას, იმიტომ რომ ეს მათთვის არის დამატებითი სამუშაო პროცესი. რაც შეეხება მიზეზებს, ამისი მიზეზი არის, როგორც აღნიშნეთ, აი ამ სტანდარტების დარღვევა, რომლის თავიდან აცილებაც უნდა თავიდანვე ვთქვა, რომ ძალიან მარტივად იყო შესაძლებელი. თუმცა სამწუხაროდ, აი რაღაცა სისტემაში ხარვეზის და გარკვეული ადამიანების უპასუხისმგებლობას უნდა დავუკავშიროთ პირდაპირ ეს საკითხი. სტანდარტები დაირღვა, უფრო მეტად გასაგები რომ იყოს. კი ბატონო, მნიშვნელოვანი სტანდარტი, რომელიც დაირღვა, ეხება განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ცენტრის დამოუკიდებლად ფუნქციონირებას და ეს პირდაპირ გულისხმობს იმას, რომ განათლების ხარისხის ცენტრმა თავისი შეფასების პროცესი, ანუ ავტორიზაცია და აკრედიტაცია უნდა განახორციელოს ყოველგვარი მესამე მხარის თუ პოლიტიკური ჩარევებისგან დამოუკიდებლად. ჩვენ შემთხვევაში ეს პირდაპირ რაც წერია უკვე 2024 წლის დასკვნაში, არის ის, რომ ეს სტანდარტი არის შეუსაბამო და ამისი მიზეზი არის ის, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ჩვენ მივიღეთ ენქას და ეკარის წევრობა, განათლების ხარისხის ცენტრის დირექტორი ამავდროულად იყო განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული საკითხი 2019 წელს, როდესაც ცენტრმა გაიარა პირველი შეფასება, ამ დროს უკვე დაფიქსირდა, თუმცა
მოგვცეს გარკვეული დათქმა იყო, რომ შემდეგი შეფასებისთვის ეს ხარვეზი უნდა გამოსწორებულიყო და ეს შეფასება ხდება ყოველ 5 წელიწადში ერთხელ, ისე რომ ეს არც სამინისტროსთვის და არც ცენტრისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. და ასევე როდესაც დისტანცირება უნდა მოხდეს მარტივყოფით ენაზე, რომ ვთქვათ ამ შემთხვევაში ცენტრის და სამინისტროს და ზოგადად პოლიტიკისგან და პოლიტიკოსებისგან. და მნიშვნელოვანი არის ის, რომ დღეს, როდესაც განათლების ხარისხის ცენტრი საუბრობს იმაზე, რომ დებულება შეიცვალა, რომლითაც ვთქვათ მინისტრის მოადგილე ვეღარ გახდება ხარისხის ცენტრის დირექტორი, ეს ცვლილება პირველად არ მოხდა. 2021 წლამდე დაახლოებით ზუსტად ასეთი რეგულაცია იყო, რომ მინისტრის მოადგილე ვერ გახდებოდა ცენტრის დირექტორი, თუმცა 2021 თუ 22 წელს ზუსტად არ მახსოვს, ეს დებულება კვლავ შეცვალეს და ჩაიწერა, რომ უკვე შეეძლო ისევ მინისტრის მოადგილეს გამხდარიყო ხარისხის ცენტრის დირექტორი. ანუ მაშინ, როდესაც ხარვეზზე პირდაპირ იყო მითითება, გააუარესეს ეს მდგომარეობა იმისთვის, რომ როგორც ჩანს კონკრეტულ ადამიანებზე ხდება სისტემის მორგება, თორემ ეს არ უკავშირდება პირდაპირ რაღაცა მაღალი კვალიფიკაციის ადამიანების ყოფნა სისტემაში. ცენტრის უფრო მეტი კონტროლისთვის. ნანა, ანუ არენდობიან ამ შემთხვევაში თავისუფალ ადამიანებს და სჭირდებათ პარტიული ადამიანები კონტროლისთვის. ნანა, გამოსავალი მაინტერესებს. პოლიტიკისგან, პოლიტიკოსებისგან, სამინისტროსგან დისტანცირება იქნება თუ არა გამოსავალი გარკვეული ცვლილებების გათვალისწინებით ხადია, თუ კი ეს ცვლილებები მოხდება. ან ზოგადად გამოსავალს რაში? ანუ რეკომენდაცია ეს არის, რომ ეს უნდა შეიცვალოს, უნდა აღარ იყოს პარტიული ზემოქმედება, აღარ იყოს ხელისუფლების ზემოქმედება, არ ან იყოს დამატებით რეკომენდაციები ხომ არ გაქვთ ამ მიმართ? ამაზე შემიძლია პრინციპში მე დავამატო, რომ მაგალითად დღევანდელ განცხადებაში განათლების ხარისხის ცენტრის და სამინისტრომაც რაც გამოაქვეყნა, იქ ეწერა, რომ ისინი აპირებენ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას. თუმცა ეს არა და ეს 20 დღე აქვს გასაჩივრებისთვის. თუმცა ეს გასაჩივრება ჩემი აზრით ამას დღეს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ის ცვლილებები, რომლებსაც გულისხმობს რეალურად აი ამ კონტროლისგან გათავისუფლებას ძალიან სიღრმისეულ და საფუძვლიან ცვლილებებს საჭიროებს. და მეორე საკითხი, რომელიც ძალიან მძიმედ იყო ასევე ამ დასკვნაში მითითებული, უკავშირდება ავტორიზაციის და აკრედიტაციის საბჭოების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესს, იმიტომ რომ ისინი აი როგორც ნანა მახსენა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემთხვევაში ექსპერტების შეფასებებს ცვლიან, ისე რომ არანაირად არასაბუთებენ რის საფუძველზე მოხდა ეს ცვლილება. ანუ გარკვეულ შემთხვევებში ხდება ამ შეფასების მომატება, გარკვეულ შემთხვევებში დაკლება. და ეს ხშირად სხვათა შორის კერძო ინტერესებსაც უკავშირდება ხოლმე, არა მხოლოდ პოლიტიკურ ინტერესებს. და ეს არის სწორედ დამოუკიდებლობის დაკარგვა. ანუ ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური ეს პრობლემა როგორ უნდა აღმოიფხვრას? საბჭოებთან დაკავშირებით. კი, ანუ საბჭოებთან დაკავშირებით დაიწყოს იმითი, რომ მაგალითად ავტორიზაციის და აკრედიტაციის საბჭოებში ადამიანების შერჩევის პროცესი უნდა იყოს ღია, უნდა იყოს და უნდა იყოს ეს დამოუკიდებელი. შეგიძლიათ ძალიან მარტივია, მაგალითად რომელიმე ჟურნალისტმა მოითხოვოს ხარისხის ცენტრიდან ვის ჰქონდა გაგზავნილი ვის რომელმა უნივერსიტეტმა ვინ წარადგინეს ავტორიზაციის და აკრედიტაციის საბჭოებში, როგორი იყო მათი კვალიფიკაცია და როგორი კვალიფიკაციის ხალხი არის შერჩეული და რატომ არის ეს ხალხი შერჩეული. ანუ ამის გამოძიება ძალიან მარტივია. ეხლა მე არ მინდა რომელიმე კოლეგა უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენო, მაგრამ ყველას შეუძლია რომ შეადაროს ეს კვალიფიკაციები, შეუძლია შეადაროს მათი წინა მოღვაწეობა და ამის მიხედვით ეხლა ყველა ჩვენ სფეროში ყველამ ვიცით ვინ არის დამოუკიდებელი ექსპერტი. ვის არ ეშინია ხმის ამოღების, იგივე მაგალითად ილიას შემთხვევაში, ყველაფერს რო თავი დავანებოთ, რასაც არ უნდა ემხრობოდა, როდესაც ესეთი კრიტიკული სიტუაციაა და გამონაკლისი და უცნაური ამბავი ხდება და ბევრი კითხვა, როგორ შეიძლება რომ ამ დროს არ იღებდნენ ხმას ავტორიზაციისა და აკრედიტაციის არ მიდიოდნენ ჟურნალისტებთან ინტერვიუს არ აძლევდნენ. ხო თუნდაც ემხრობოდნენ საბჭოს გადაწყვეტილებას, ხო თავისი მაშინ ხო უნდა დააფუძნონ თავისი გადაწყვეტილება, ხო რაღაცაზე. მაგრამ ან ის საბჭოს წევრები, რომლებიც არ ესწრებოდნენ ვიღაცებმა ეს მოახერხეს, რომ რაღაცა მეორე მხარესთანაც რომ არ გაშავებულიყვნენ, არ დაესწრნენ ამ საბჭოს, თუნდაც მათ, ანუ ეს ხო პროფესიული მოვალეობაა, როდესაც რაღაც გადაწყვეტილების მიღება ხდება, შემდეგ შეგძლოს ამ გადაწყვეტილების დაფუძნება და აი იქიდან იწყება მთავარი პრობლემა, როგორ ხდება ამ საბჭოებში შერჩევა, აი ამ საბჭოს წევრების შერჩევა როგორ ხდება. ძალიან მოკლედ დავამატებ ამ საბჭოების საკითხს რეგულაციაში ალბათ ისე 2021-22 წლამდე
აკრძალული იყო ის, რომ საბჭოს წევრი ყოფილიყო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის წარმომადგენელი და ამაში გულისხმობ რექტორს, ვიცე-რექტორს და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსებს. და ეს არის პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტი, იმიტომ რომ როდესაც საბჭოში არიან წარმოდგენილები უნივერსიტეტის რექტორები, ეს არის პირდაპირი კონკურენცია და გარკვეული ინტერესები აქვთ ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ საბჭოები გადაწყვეტილებას ასევე იღებენ სტუდენტების კონტინგენტის გაზრდასთან დაკავშირებით და სტუდენტების რაოდენობების განაწილება პირდაპირ არის დაკავშირებული განსაკუთრებით კერძო უნივერსიტეტების შემთხვევაში შემოსავლებთან, ისე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვან ინტერესთა კონფლიქტს ქმნის და ასევე საბჭოს ამტკიცებს პრემიერ-მინისტრი, რაც ასევე არის პრობლემური. კი ბატონო, გასაგებია. დრო საკმაოდ ცოტა არის. იაგო, თქვენც რომ ჩაერთოთ საუბარში, ბოლო შეკითხვა, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ ნაწილზე გადმოვალ თქვენთან. 29 დეკემბერს არის ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ლეგიტიმური არის მხოლოდ ის 29 დეკემბრის შემდეგაც. თქვენ როგორ ხედავთ პროცესებს საინტერესოა 30 დეკემბრიდან მაგალითად? მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ არ დატოვებს პოსტს და ის იქნება პრეზიდენტი ამის შემდეგაც. სადამდე მივდივარ და რა მოცემულობის წინაშე? იცით რა, მაკა ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი არ ამბობს, რომ ის არ ლეგიტიმური პრეზიდენტი. ოპოზიცია მის და საზოგადოების პოლიტიკური ოპოზიცია, რასაკვირველია, ამას ამბობს ერთხმად, არა მხოლოდ ბარიერ გადალახული ოპოზიცია, არამედ სხვაებიც და რაც თავარია, ამას ამბობენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და მოდი ასე ვთქვათ, სამოქალაქო საზოგადოება ან საზოგადოების ის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ყოველ დღე განგრძობით და დაუღლელად არაჩვეულებრივი ენთუზიაზმით დგას რუსთაველის გამზირზე და ითხოვს დემოკრატიას, ითხოვს დასავლურ კურსს და ასე შემდეგ. ჩვენ ყველა ვაღიარებთ იმას, რომ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილი არის ლეგიტიმური პრეზიდენტი. რასაკვირველია, ამას თავისი მიზეზები აქვს ამ აღიარებას, ეს არის ჰაერიდან მოტანილი სურვილი მხოლოდ არა, ამას თავისი საფუძვლები აქვს. ახლა ცხადია, ამ საფუძვლებზე ლაპარაკის დრო შეიძლება არ არის, იმიტომ რომ დრო ისედაც ცოტა გვაქვს, მაგრამ ამის თქმა მინდა, რომ სალომე ზურაბიშვილის როგორც ლეგიტიმური პრეზიდენტის აღიარება ეს არის, ასე ვთქვათ, თუ საერთო სახალხო არა, ყოველ შემთხვევაში საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის მიერ გაზიარებული. რამდენად გაზომვადია, უკაცრავადია, როდესაც საუბარი არის იმაზე, რომ მნიშვნელოვანი ნაწილისთვის სწორედ სალომე ზურაბიშვილი არის პრეზიდენტი, ასევე არის საზოგადოების ნაწილი, რომელსაც ზურაბიშვილი არის პრეზიდენტი და ხომ არ მივდივართ საზოგადოების დაპირისპირებამდე და საკმაოდ მძიმე პროცესებამდე. იცით, საზოგადოების დაპირისპირებულია უკვე საზოგადოება ძალიან დიდი ხანია და რასაკვირველია საკმაოდ მტკივნეობლი პროცესია. თქვენი შეკითხვა ფაქტობრივად გულისხმობს იმას, რასაც მე უნდა დავეთანხმო სხვათა შორის, რომ დღეს საქართველოში არის პოლიტიკური კრიზისი. ის რომ თუნდაც დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არსებობს ასე ვთქვათ დიალოგზე მოთხოვნა, ესეც ლატენტურად ამფარულად იმის აღიარება, რომ საქართველოში არის კრიზისი, პოლიტიკური კრიზისი. ეხლა რა არის ამ პოლიტიკური კრიზისის შემადგენელი? ხო, ორი ინდიკატორი აქვს ამ კრიზისის. ერთი ის, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, მოდი ნუ ვილაპარაკებთ პროცენტებზე, თქვენ თქვით, რომ ეს არ არის გაზომილი და კი ბატონო, ასე ვთქვათ, გავზომოთ და მერე პროცენტებით ვილაპარაკოთ, მაგრამ ხო ფაქტია, რომ მნიშვნელოვანი ნაწილი, უმრავლესობა, დიდი ნაწილი, ძირითადი ნაწილი, მოდი ამას ცოტა ხნით თავი გავანებოთ, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი საზოგადოების არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, ფიქრობს, რომ არჩევნები არასამართლიანად ჩატარდა და ასევე დე-ფაქტო ხელისუფლებას ბრალს დებს კონსტიტუციის დარღვევაში, ხო? მაშინ ამ შექმნა ეს პოლიტიკური კრიზისი. განცდამ ადამიანების თანაც ეს დასაბუთებულმა განცდამ, ანუ გარკვეულ მტკიცებულებებზე დაფუძნებულმა განცდამ, რომ ის ხელისუფლება, რომელიც დღეს დე-ფაქტო ყავს საქართველოს, არ არის მოსული ძალაუფლებაში სამართლიანი არჩევნებით და ამ ხელისუფლებამ გაბედა, დე-ფაქტო ხელისუფლებამ გაბედა და კონსტიტუცია დაარღვია, როდესაც დასავლურ კურსს უგანა. აი ეს ქმნის კრიზისს. ამიტომ როგორ უნდა დაეძლიოს ეს კრიზისი? ეს კრიზისი და თუ გაზომვაზე წავა ეს შემთხვევაში მაშინ უნდა მოიშველიოთ ერთი წუთით ეს კრიზისი როგორ უნდა დაიძლიოს ამ კრიზისის დაძლევა მხოლოდ ასე ვთქვათ უსაგნო დიალოგი და პინგ-პონგის თამაშით არ გამოვა ამ კრიზისის დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ როდესაც ჩატარდება ახალი არჩევნები
და ახალი არჩევნები ჩატარდება სამართლიან გარემოში, სამართლიანი ადმინისტრაციით და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მათ შორის იმ მოქალაქეს, რომლის პარტიაც დამარცხდა არჩევნებში, გაუჩნდება განცდა, რომ მოსული ხელისუფლება არის სამართლიანად მოსული და ემსახურებს საზოგადოების უმრავლესობის ნდობას. აი ეს განცდა დღეს ძალიან მნიშვნელოვან ნაწილში არ არსებობს და ეს განცდა ღრმავდება და მძაფრდება. ეუთო ოდირის დასკვნა ამ უსამართლო განცდის გამძაფრებას მოემსახურა. სწორედ და ჩვენ ნახეთ, რომ ამ დასკვნას გამოეხმაურა ძალიან ბევრი ევროპული დემოკრატიული ქვეყანა და მათაც მოითხოვეს, აქამდე არ იყო ეს მოთხოვნა, მაგათ არ ვიცი თქვენ მიაქციეთ თუ არა ყურადღება, აქამდე იყო მოთხოვნა გამოძიების და ასე შემდეგ. ახლა არის მოთხოვნა ახალი არჩევნების ჩატარების და ეს მოთხოვნა დღითი დღე გაძლიერდება. მადლობა იაგო კაჭკაჭიშვილი, ნანა დიხამინჯია, კეთი ცოტნიაშვილი იყვნენ ჩვენი გადაცემის ამ ნაწილის სტუმრები.